მოგესალმებით ძვირფასო პეკატიველებო, ძვირფასო მაყურებლებო. ქართველთა დიდი გაერთიანებას დღეს დაანონსებული ქონდა აქცია საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 12 საათს. ჩვენ სამართლებრივი ნაბიჯები გადავდგით, როგორც დაწესებული იყო, მერიაში შევიტანეთ განცხადება ოფიციალურად, დარეგისტრირდა განცხადება, პრაქტიკულად თანხმობა იყო, მაგრამ დღეს ქართველთა დიდი გაერთიანების აქციაზე მოსულ ხალხი გაწყვილებული დარჩა. თუ რატომ და როგორ საგანგებო რეჟიმში შევიდოთ ახლა ჩვენი გაერთიანების ინიციატორები, ოთხივენი აქ ვართ და ჩვენ მოგახსენებთ რა მოხდა რეალობაში. იმიტომ რომ თითოეულმა ჩვენმა მხარდამჭერმა უნდა იცოდეს რა მოხდა, რატომ მოხდა და რას ვაპირებთ. ამიტომ პირველ სიტყვას გადავცემ ბატონ დავით ჭაბუკაშვილს, რომელსაც ჰქონდა მერიის შესაბამის სტრუქტურებთან ურთიერთობა, ის მოგვიყვება პერიპეტიებზე, პასუხზე და იმაზე თუ რა ფორმით გვითხრა უარი დღეს პოლიციამ აქციის ჩატარებას. გთხოვთ ბატონ დავით. ხო, მოგეთ მე ერთი კვირის წინ ვიყავი მერიაში. ავიღე ნებართვარი, მე დავეკე სადღაც 3-4 დღის წინ და მათ მიპასუხეს რომ კი მიღებული აქვს მერიას, რეგისტრირებულია საქმის წარმოებაში მიღებული, ასე რომ ეს არის თუნდაც აქედან ვაჩვენოთ, მოდიშვით რომ ცოტა ესეთ ეს არის პრობლემაა, მაგრამ მე უფრო ხო რამეს საფრთხე გაჩერებ დამატებით ხო ჭირდება, არაფერი არ ჭირდებაო, ეს უკვე არის ნებართვაო და ჩვენ დღეს ვივიტანეთ აპარატურა, უნდა შეგვეტანა, პოლიციამ გადაგვიღობა გზა, არ მოხდა საშუალება შეტანის, როდესაც ვაჩვენეთ მერიის თანხმობა, მერიის ნებართვა, რომ ჩვენ არა ოფიციალურად არ ვატარებით. პირდაპირ აი ამ სიტყვებით ვითხრა, ჯერ ვინ ძანდებით, ვინ ხართ, უთხარით ვინც ვართ, რატომ ატარებთ, ესეც უთხარით რატომ ატარებთ, რა უნდა ილაპარაკო მეუბნება პოლიციელი, უთხარით მობრძანდით და მოусმენთ მეთქი, რაც უნდა ვილაპარაკო, ხო და ამას რა ქვია, გამაძლიერებელი აპარატურას დასქერობენ 5 პოლიციელი, როგორც აი რა ვიცი, თითქოს რაღაცა ბომბი იყო, ხო და მე ესე მიპარისა დაურეკეს თავიანთ შეებს უფროს, არ ვიცი სად არეკეს. რამდენიმე ხანი დაველოდეთ, რამდენიმე წუთი დაახლოებით 5 წუთი, შემდეგ მითხრეს რომ ნებართვა არ გაქვთ. და რატომ მეთქი და მიზეზი ვერ გითხრეს. ხო გვაჩნდეთ მერიიდან ნებართვა. მერია ჩვენ არ გვაინტერესებს. ეგ ნებართვა ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ გეუბნებით რომ არაო. აბა ვუთხარი იქ რომ აი ეს ნაციონალური მოძრაობა და ისინი რომ მართლა ეს ლიბერალური სინდროზიან ყოველდღე და იქ ეხლაც იქ არიან, კი, იქ არიან სამნაირი დროშა უჭირავთ, იქ აფრიალებენ და გონი მე 200 დღეა და ეგენიო ჯარიმას იხდიან და 200 დღე ყოველდღე 5000 არ სიხდიან. ალბათ სიხდიან, თუმცა ფული აქვს ახლა მაგრამ ამ მომენტმა, აი ამ ფაქტმა უკვე ლუსტრაცია მოახდინა ქართული ოცნების, აქ ზოგიერთებს ეჭვი ჰქონდათ, რომ თითქოს ნაცი და კოცი და ეს ლიბერალები იმის მართული არ არის ბიზნესის, ეს არის მართული ჩვეულებრივად და ერთადერთ მიზანს ისახავს. მე აუცილებლად აი ეს მინდა უთხრა ეს ტელემაყურებელს, რომ იმდენად არის ამოსული ხელში ჯანსაღი საზოგადოებისთვის აი ეს ლიბერალური ეს რაღაცა ყოველდღე გადაკეტვები, ხო, იმის ეს გათვლილია იმაზე, რომ ხალხმა ადვილად მიიღოს ის შემავიწროებელი კანონები, რომ მართალი სიტყვის საშუალება აღარ ქონდეს პატრიოტ ხალხს. მოაზროვნე ხალხს. რომ გამოხვიდე და ახლა ჩვენ ისეთი ინფორმაციები გქონდა, გაგვეჟერებინა, გუშინ ძალაში შევიდა, აი ამას ვიტყვი მოკლედ და მე გადავწევ. გუშინ ძალაში შევიდა საუდის არაბეთიდან 17 სახელმწიფოს ვიზა გაეხსნა საქართველოში, ერთი წელი შეუძლიათ იქიდან შემოვიდეს ნებისმიერი, შეხედეთ რა ჩამონათვალია ხალხო და ქვეყანა კატასტროფის წინაშე, რომელი ოჯახის სიწმინდეღად შევინარჩუნეთ ჩვენ. ავღანეთი, რომელსაც არავინ უღებს კარებს. ბანგლადეში 200 მილიონიანი ქვეყანა. წარმოიდგინეთ ამ პატარა ქვეყანაში ეს ხალხი რომ დაიძრას. განა, ეთიოპია,
ერიტრეა, იემენი, კამერუნი, კოტ-დ'ივუარი, რა ვიცი, სახელმწიფო გადატრიალებებია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, მაროკო, ნიგერია გონი 250 მილიონია, პაკისტანი, სომალი, ტერორისტული ისინი, სირია, სუდანი, ტანზანია, უგანდა. აი ეს არის ქართველი ერის ამოწყვეტის გეგმა პატივცემულო მეგობრებო და თუ ჩვენ დროზე არ გავერთიანდეთ და არ გამოვფხიზლით, შორიდან ყურებით რო აღარ არის ახლა, ნურაფრის ნუეშინეთ, სხვანაირად შანსი არ არის, ჩვენ აქ რამდენიმე წელში საერთოდ აღარავინ აღარაფერს არ გვაქვს. ალბათ. მე ხა შეფასებას ვთხოვ ბატონ დემოს, იქ ვიყავით ყველა და გარკვეულ ეს გადაწყვეტილება მერის ეს თვითნებური გადაწყვეტილება, მერის მეთქე პოლიციის თვითნებური გადაწყვეტილება რო გაიღეს, ხალხის შემოგვეხვია, ხალხის ნაკადი და განწყობა იყო როგორი განწყობა ბატონ დემო თქვენ გქონდათ საუბარი და ჩვენ გქონდა იქ მოგესალმებით და შევაფასოთ. მოგესალმებით პირველ რიგში, როდესაც ბატონმა დავითმა შეიტანა მერიაში განცხადება ნებართვის თაობაზე და მიიღო თანხმობა, მე ძალიან გამიკვირდა და ძალიან დამაეჭვა ამ საქციელმა, მაგრამ შემდეგ გადაამუშავეს და ვიღაც მიხვდა, რომ ჩვენ შემთხვევით არ დავნიშნათ 17-ში აქცია. მე რაც იქ ვნახე, საკმაოდ მანძილი გამოვიარე, სანამ მანქანა დავაყენე, სადაც დავაყენე და ასე შემდეგ. ეს ხო კარგად ორგანიზებული, ბავშვები ფორმებში ჩაცმული, ბუნებრივი ხალხის განწყობის გამოხატვა ასე არ ხდება. ჩვენ გვინდოდა აქციაზე პარლამენტის წინ, ჩვენ არ ვაპირებდით არსად დაძვრას, ყველა ჩვენი და ყველა ვინც ქართული საქმის მხარდაჭერია, მათთან ერთად გვესაუბრა იმაზე, რომ ოჯახი სიწმინდე ვერ გექნება, თუ შენი სახელმწიფო არ გექნა, ჩვენ ქვეყანა სახელმწიფოდ გვექცა და ვერ ვაფასებთ ამას და მეორე თუ არ გექნა, ის რასაც ფანტასტიკური ქართული კულტურა წიაღი ქვია. აქ არის ჩვენი შეხედულებათა მთელი სისტემა, ფასეულობათა სისტემა, რომელიც მსოფლიოში არავის ჩამოუვარდება. ვიღაც მიხვდა ჩვენს გარეშეც და ამიტომ პოლიციამ დაარღვია კანონი, მე არაფერი პრეტენზია არ მაქვს იმ პოლიციელების მიმართ, რომლებმაც უბრალოდ ბრძანება შეასრულეს. გითხრეს ყველაფერს წაგართმევთ, რაც გაგაჩნია. ჩვენ კი არ ქონდა უფლება იმ აპარატურით. თან გაგაპატიმრებთ. დაპატიმრების ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია, მაგრამ ის აპარატურა, რომელიც ჩვენ ძალიან გულიანი და მაგარი ქართველების აქაურების და ემიგრანტების მეშვეობით შევიძინეთ, ძალიან მაღალია, მალე სტუდია დასრულდება, ამიტომ ჩვენ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ამას. მეორე 12-ის ნახევარზე პარლამენტის წინ შენობა, სადაც ჩვენ ქონდა მოცემული ნებართვა აქციის ჩატარებისა, დააკავებინეს ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას. ხო, რა დიდ ბრძოლაშია, დიდი ოცნება, მისი ლიდერი ებრძვიან ნაციონალურ მოძრაობას, რომ ესე იგი, ისე ებრძვიან, რომ არა, ყველაფერი დაკავებული იყო ადრევე და მე მინდა მადლობა გადავხადო ყველა იმ ადამიანს, ძალიან ცოტა ადამიანი იქ ნამდვილად არ იყო. მე არ ვამბობ, იქ ორგანიზებული ხალხი ვინც მოვიდა, მათ არ გულისხმობ, სპეციალურად ამ აქციაზე მოსული იყო, მათ შორის მიგრანტებიდან ჩამოსული, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ადამიანები, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიიდან შესანიშნავი ადამიანები, რომლებიც ამ საქმეს, ანუ ქართულ საქმეს უჭერენ მხარს, ჩვენ ვისაუბრეთ დიდხანს იქ, რა შეგვეძლო და ეს არის ჩვენი უბრალოდ სასწრაფოდ მოწყობილი საინფორმაციო შეხვედრა, რომ თქვენ გაგაგებინოთ, თვეზე მეტი გავიდა, ჩვენ გადავიხადეთ ფული, საჯარო რეჟიმში ვთხოვეთ რა დოკუმენტები გააჩნიათ, რომელსაც ისინი არეგისტრირებენ, მოგცენ თავიანთი დოკუმენტები, ჩვენ გვარები შევავსეთ, მხოლოდ ფული გადავიხადეთ, ერთი კვირის მერე დაახარვეზეს თავისი დოკუმენტი, რატო დაახარვეზეს, კარგად ვერ გითხრათ, თვეზე მეტი გავიდა დახარვეზების შემდეგ,
არ რო გავასწორეთ მალევე და თვეზე მეტი გავიდა ამის შემდეგ არ ატარებენ რეგისტრაციაში ფონდს, იმიტომ რომ კარგად იციან თქვენ ნუ ფიქრობთ რომ ხელისუფლების სპეციალური ორგანოები ამ განწყობებს რაც საქართველოშია, რაც ქართველთა დიდი გაერთიანების ინიციატივის შემდეგ გაჩნდა არ აკვირდებიან, მაგრამ ჩვენ კანონმორჩილი ხალხი ვართ, მაგრამ ჩვენი ქვეყნით მოყვარული ხალხი ვართ და ვერც უკან დაგვახევინებს ვინმე და ჩვენ გავაგრძელებთ მეთოდურად ძალიან ინტენსიურ საქმიანობას. ჩვენ არ შევალთ ამ სახელმწიფოში ძალოვნებთან დაპირისპირებაში, იმიტომ რომ ეს ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სახელმწიფოა, ეს ხალხი ჩვენი თანამემამულეები არიან და მე სულაც არ ვაპირებ ქუჩაში რიგით პოლიციელს რომ იტყვიან ვეკამათო რამეთი, ის ჩემი თანამოქალაქეა, საქართველოს შვილია. ჩვენ მიმართული ვიქნებით იმ ხელისუფლების და იმ მაღალ ჩინოსნების, ეგრეთ წოდებული ბელადის მატარებელს მოყოლილი ხალხის წინააღმდეგ, რომლებაც ქვეყანა ამ მდგომარეობაში მიიყვანეს. ამიტომ დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოეხმაურეთ ჩვენს მოწოდებებს, ვინც მობრძანდით იქ. ჩვენ მეთოდურად გავაგრძელებთ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია, იქნებიან ამ საქმის გვერდით. ჩვენც ვიქნებით ამ საქმის გვერდით, ანუ ჩვენ ვიქნებით ერთმანეთის გვერდით. დიდი მადლობა ბატონო დემურ. ბატონო ზურაბ, გთხოვთ. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. არავის არ აქვს იმის ილუზია, რომ ჩვენ იმ ხელს შეგვიწყობს თავრობის ხელი. არც მე მქონდა ეს ილუზია და მაგრამ საერთოდ ახან ჩვენ ხელს არ გვიწყობენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ ვიმოქმედოთ. რაც შეეხება ერთი მომენტი მინდა გავიხსენო გუშინდელი დღის. მე და ბატონი გიგლა ჩვეულებრივი ტრანსპორტით მოძრაობდით გუშინ ზუსტად რუსთაველზე. თავისუფლების მოედანში ჩამოვედი ტრანსპორტით, გავიარეთ ის ადგილი, სადაც და ეს ხდებოდა 9:15 წუთზე. საღამოს საათებში იყო რაღაც ტრანსპარანტები გამოყოლი, მაგრამ ხალხი არ ჩანდა. ხო ეს 20 კაციც არ იყო და 20 კაციც არ იყო. და ჩვენ გვეგონა რომ ხო ეს პერმანენტულ რეჟიმში არის მიტინგები სულ და გადაკეტილი არ იყოს გზავა მართულებს რომ მითხარ. ნუ თუ გადაკეტილი სადაც გადაიკეტება ჩამოვალ და ფეხი წავალ ხო რა. დღევანდელი დღისთვის პატარა თაფკირი გინდოდა ჩვენ ჩაგვეტარებინა თავისუფლების მოედანზე დავხვდით ეს 4-ეული შევხვდით ერთმანეთს. დაახლოებით 9 საათი ვითარდებათ მეტი არა და იქიდან ის თავისუფლების მოედნის მეტროსთან მოვედით და უბრალოდ გავიხედავ ტრანსპორტი არ არის, ხალხი მანქანები აღარ მოძრაობს, გავხედე იქეთ და გადაკეტილია გზა. რაზე გადაკეტესო იგლა მეკითხები. და ყველა გამიშვა ეს კითხვა. ერთადერთი ლოგიკური აზრი მისი გადაკეტვის არის ის, რომ მოდიოდა 9 საათ და 9 საათიან კურიერს უნდა ეჩვენებინა, რომ ისე მიმდინარეობს პერმანენტული აქცია. ვის სჭირდება ამ ფარსის ჩვენება, რომ პერმანენტული აქციები მიმდინარეობს? ხელისუფლება სჭირდება. ხელისუფლება სჭირდება და ზუსტად იმიტომ, რაც აიკითხა წერან ბატონმა დავითმა. ჩვენი მოსახლეობა მთლიანად უნდა გადაერთოს იმ აქციებზე და ეს მუხტი უნდა შეინარჩუნონ და ერთად აკეთებენ ერთ იგივე საქმეს ხელისუფლება და მისი ოპოზიცია ეგრეთ წოდებული წყალებში ჩავწერ, იმიტომ რომ რეალ გამსახურდიან თავის დროზე თქვა, გამოჩნდებიან უამრავი პარტიები, მაგრამ ყველა იქნება ერთი. და ესაც ესია. გვაქვს ერთ საქმეს აკეთებენ. უბრალოდ თუ ვინმე ჩემგანსენს უყურებდა და უყურებს, ეგ ხშირად ვამბობ ხოლმე ერთ რამეს, რომ თუ კომუნისტურ პარტიას ჰქონდა 5 წლებები, ამათ აქვთ 9 წლებები. ხო, და დაიწყო უკვე ის მეოთხე 9 იმასაც არ ჯერდება. ყველა 9 წელს აქვს თავისი
პროგრამა მინიმუმ და პროგრამა მაქსიმუმი. პირველ 9 წლებს ხონდა პროგრამა მინიმუმი საერთოდ დაეგრია ქართული ეკონომიკა. კი ბატონო. მეორე 9 წლების დანიშნულება იყო საერთოდ დაენერგა მთელს მოსახლეობაში შიშიანობა. და ქართული სულიერებაც მოესწრო. და დაეწყო სულიერების მოსვლა. მესამე 9 წლების დავალება იყო გაეღარიბებინა უკიდურესობამდე ხალხი და რომლებიც წავიდოდნენ დაეწყოთ საშინელი მიგრაცია, უკვე მზარდი მიგრაცია. და ახლა დგება მეოთხე 9 წლების პერიოდი და დადგა უკვე ეს მეოთხე 9 წლები. რისი? მიკარნახეთ, რომ საქართველოში გაჩნდნენ ახალი მოქალაქეები. იაფი მუშახელი. ჩაჯექით, ტაქსში გამოიძახეთ და თქვენ თუ ეს გამოძახების აპლიკაცია არსებობს, სადაც მძღოლის სახელს წერს, თქვენ თუ მაჰმუდის ან იბრაგიმის გარდა მოძებნით რომელიმე ქართული გვარის ტაქსის, ძალიან კარგი იქნება, ესენი არიან თითო ოროლა. აქ შემორჩენილი. გლოვო იქნება ეს, თუ ვოლტი იქნება, თუ რა იქნება ეს, ყოველდღიური მომსახურების ამ პატარა მოტოციკლეტებზე როსხედან ეს ადამიანები, თანდათან ეს ბავშვები, რომლებმაც დაიწყეს პანდემიის პერიოდში ეს ბიზნესი, იმ ქართული სახეების მაგალითად ნელ-ნელა გვხვდება შავკანიანების სახეები. რა ხდება? ანაცვლებენ ამ უბრალო ბიზნესს, ბიზნეს მომსახურებასაც ანაცვლებენ უშოტომელებს. სულ დავამატებ. გუშინ ერთ-ერთ მარკეტში მე ვნახე საკუთარი თვალით, ადრე არ მენახა, ხშირად შევდივარ იმ მარკეტში, კონსულტანტის და მომსახურე პერსონალის იმაზე, რა თქმა უნდა, ეს აფრო-ამერიკელი თუ რასაც ვეძახით, ის კატეგორია 2 თანაც 2. კი, მარტო ერთ პატარა საშუალო მარკეტში. შევძანდით შემოგარდეთ. იმიტომ იმდენად დაბალია ხელფას ამაზე სამწუხაროდ ეძახიან სპარის მაღაზიებს 5 საათებში ძირითადად მუშაობენ ეს არა ქართველები. და ის პატაცუნა შემოსავალი რაც აქვს ქართველებს ამ ბავშვები იქნებიან თუ ეს დიდები იქნებიან, იმასაც ართმევ. ეხლა რაც შეეხება აი ამ განცხადებაც კი აქვს ბრძანებას, რომ ვიზა ლიბერალიზაცია რო გაუკეთეს ამ 17 ქვეყანას. ესენი არიან ჩვენ თუ მესამე რიგის ქვეყნები ვართ, ისინი არიან მეოთხე, მეხუთე რიგის ქვეყნები. არავინ ვიზას არ აძლევს. არავინ არცერთ ქვეყანაში მათ არ უშვებენ, უშვებთ მხოლოდ ჩვენ, მაგრამ თქვენ როგორ ფიქრობთ? მათ ქვეყნებში ეგალი და დაიძვრება ეს ხალხი და ჩამოვა? არა. უყურეთ რა ხდება. საინტერესო არის ბატონო ზაქარი გაამახვილეთ ყურადღება. რა საერთო აქვს საქართველოსთან? აი გეტყვით და ამას ვამახვილებ ეხლა. ნუ რა ვიცი, ნუ გეგონება თუ ბანგლადეშიდან და ავღანეთიდან იხულებს ხალხი და ხვალე გაიხსნება აეროპორტი ამ ხალხს. არა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ არალეგალურად უკვე შემოსულია აქ დაახლოებით 100,000 თუ 200,000 კაცი, არ ვიცი, ვერ გინდათვლის, მაგრამ აი ამ ქვეყნებიდან ზუსტად, რომლებიც ექვემდებარებიან დეპორტაციას აქედან, თუ მათ არ გაუკრავებ აქ ყოფნას. და ამისთვის კეთდება, რომ ესენი მათ დეპორტაცია ვეღარ გაუკეთებენ აქედან. განსაკუთრებით ერთ საინტერესო რამეს მინდა მიაქციოთ ყურადღება. ყოველ წელიწადს თვითონ მთავრობა იძახის აქვეყნეს სტატისტიკას, რამდენმა კაცმა დატოვა საქართველო. ბატონ დემურმა ამასინად გითხრათ და ჩვენც გეუბნებით, რომ დაახლოებით ერთ წელიწადში 250,000-მა კაცმა დატოვა. ეს ოფიციალური სტატისტიკა. ოფიციალური სტატისტიკა. თუ წელიწადში 250,000 ადამიანი ტოვებს ქვეყანას. სულ რამდენი აქვს? როგორ არ მცირდება ჩვენი მოსახლეობის ოდენობა? მე დაცვლება, ბალანსი იცვლება. და საქმე რაშია, იცით? და თან რაც თავარი ამომრჩევის რაოდენობა არ იცვლება. მე საკმაოდ გონივრული ეჭვი მაქვს იმისი, რომ სპეციალურად საჯარო რეესტრში შეხედან ადამიანები და საემიგრაციო სამსახურებში შეხედან ადამიანები, მათ აქვს ერთმანეთთან კავშირი, როგორც კი საჯარო რეესტრი მიიღებს ინფორმაციას, რომ ვიღაცა ქართველი N ან M წავიდა
ემიგრაციაში საგვარგარეთ იმ წუთში შუქი ეთება რიგში პირველ აი როგორც ბინის რიგებში რო იდგნენ ხოლმე კომუნისტები ხალხი მოქალაქეობის რიგებში გადადეს ხალხი და ელოდებიან როდის გავა რომელიმე ქართველი აქედან რომ მის ადგილას ჩანაცვლდეს უცხო და ბალანსი არ დაირღვეს ეს ბალანსი უარყოფითია საქართველოს სასარგებლოდ უარყოფით ბალანსზე ვარ ჯერ მე მინდა ჩვენ ემიგრანტებსაც მიმართო რომ იქნება რამენაირად მოახერხოთ და დაბრუნდეთ საქართველოს შემოძვირფასება და დაიკავოთ აქაურობა და ჩადგეთ თქვენს იმ რიგში რომ იქნება რამდენიმე თურქი საქართველოს მოქალაქე წავიდეს აქედან და თქვენ მოგცეთ მაგის ქართველებს არ აძლევენ მოქალაქეობას 1000-ნაირ გამოცდებზე გաղავთ მე ძალიან მაინტერესებს 25,000-მა ჩინელმა რომელმაც ახლა ბოლო პერიოდში მიიღო საქართველოს მოქალაქეობა მას ძალიან კარგად იციან საქართველოს ისტორია და ენა ამაზეა ლაპარაკი და ზუსტად ამ თემებზე ლაპარაკი რომელი თემებიც უნდათ რომ მიაჩუმათონ აი ვითომ ოპოზიციის გამუდმებული აქტივობით და ხალხი იმაზე გადართო. აი ამაზე ჩვენ რომ იციან რადგან უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ გვიშლიან ხელს. ამიტომაც ჩვენ არ გვეძლება. არა, კითხა კი ახლა და პოლიციას ვინ ეკითხება, რაზე უნდა ილაპარაკო. არა, ის თვითონია გეკითხება ბატონ და იქიდან ეკითხებიან. რა ფორმაა ეს, რა ფორმაა, რომ რაზე უნდა ილაპარაკო. ბატონმა დებულმა ძალიან კარგად აღნიშნა ჩემს ძვირფასებო რომ ჩვენ ამ პოლიციელებთან არ გვაქვს საქმე. არც პოლიციელებთან არ გვაქვს საქმე. არც საქართველოს იმ მოქალაქეებთან არ გვაქვს საქმე, რომლებიც გარეთ განან აი ამ ვითომ ოპოზიციური პარტიების დაძახებული. ან და ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ხალხი არაფერი პრეტენზია არ აქვს. მე აბსოლუტურად გონივრული ეჭვი მიშლება რომ ის ოპოზიციონერი პარტიები ჩვენი ხელისუფლებიდან იღებენ დაფინანსებას იქნებით. კი. თორე 170 დღე ადამიანი ქუჩაში იყოს ამდენ არ კითხულობს იმას მაგრამ 5000 მაგრამ ყველა სახლიდან გამოდის დილით და სახლში იბარებს რომ მე მივდივარ სამსახურში სამსახურში მიდის და მუშაობენ მთავრობის სასახლესთან შევ დამთავრ აი ეს ჯარიმის ყოველდღე იხდიან დიდი მადლობა ფასო მაყურებლებო თქვენ ახლა თემატიკა რაც მოისმინეთ გარდა იმისა რომ ასე ვთქვათ, ახსნა განმარტება ჩავაბარეთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენს იმ ადამიანებს, იმ ხარდამჭერებს, რომლებიც მობრძანდნენ ჩვენს დაძახილზე, მაგრამ ჩვენ გვქონდა კანონიერი, ასე ვთქვათ, თანხმობა, მივედით, გავაკეთეთ წესისა და რიგის მიხედვით და დაგვახვედრეს ესეთი მოულოდნელი სიტუაცია. სწორად შენიშნა ბატონმა ზაქარიამ, რომ ჩვენს ყველა შეხვედრაზე მომავალშიც როცა ხალხთან შევხვდები და გვექნება კომუნიკაცია რეგიონებში თუ დედაქალაქში მუდმივად ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე რომელზეც არც პოზიცია საუბრობს და არც ოპოზიცია ის რაც რეალობაში თქива ქართულ ხალხს კარგია რომ თავის დროზე დაწესდა ეს დღესასწაული ქართული ოჯახის სიზმრის დღე მაგრამ დღეს იმდენი რამე უჭირს ქართულ ოჯახს და ისეთი რთული ბარიერების დაძლევა უწევს რომ გული შეიძლება ხელით ეჭიროს ძალიან ბევრს ხო საზეიმო არაფერია საზეიმო მართლა არაფერი არ არის თუ ფარატინა ამ დღესასწაულის გამოცხადებას არ მოყვება ეკონომიკური ბერკეტები, ფინანსური ბერკეტები, სოციალური დაცვის მექანიზმები და ასე შემდეგ და შემდეგ თუ დემოგრაფიას არ მიეხედათ, თუ მიგრაციას არ მიეხედათ და ეს რაც ვთქვით, აი უკანო სასწავლო შემოდინებას ნაკადს გადინებას არ მიექცა საშუალება თუ წარმოება დაწესებულებები საწარმოები არ ამუშავდა ხო? რა შეიძლება ქართულ ოჯახს ასე ჭიათურა ამისი კლასიკური მაგალითი აქედან იწყება ყველაფერი ანუ ქართულ ოჯახს რომელსაც დღეს ჭიათურა არ თქვა შეიძლება მე ჩავთვალო რომ ის ოჯახი თქვა ვერ არის თავის ბოდიში ჟარგონისთვის და მატორს მოკლედ ჩვენ ყოველთვის საუბრობთ იმ პრობლემებზე და ისეთნაირად და იმგვარად როგორც შევპირდით ქართველთა დიდი გაერთიანების დღეს ყრილობა რო ქონდა დამფუძნებელი ღირებულება ჩავატარეთ იქ რასაც შეკვირდით იმას მივყვებით წესიერად და ყველა ქართულ ოჯახში გვინდა სიმართლე მივიტანოთ და უთხრათ ხალხო გამოვხიზლეთ თორემ ფუკასავით აგვაცლიან
სახელმწიფოსაც, სამშობლოსაც და ქვეყანასაც. მე თავში არ წარმოგიდგენთ ჩვენი სტუმრები, მაგრამ თქვენ ამათი წარმოდგენა არ გჭირდებათ, მაგრამ ეხლა წელს დავიცავესო და ეხლა შეგახსენოთ ბატონი დავით ჭაბუკაშვილი, ბატონი ზაქარია როჭიკაშვილი, ბატონი დემურ გიორგხელიძე და თქვენი მონამორჩილი კითხვა. ერთი საინტერესო მომენტი იყო, რაც პოლიციამ ბატონ დავითს უთხრა, რომ დღეს არის მერიის ღონისძიება. დღეს ტარდება მერიის ღონისძიება. დიახ, ვინც ქუჩაში გაიარა, ის იყო ორგანიზებული ღონისძიება. ეს არ არის ქართველი ხალხის ზეიმი ბუნებრივად, ეს არის ხელისუფლების ორგანიზებული ზეიმი და ჩვენ სწორედ იმიტომ გვინდოდა აქცია პარლამენტის წინ, რომ ეს ცალკე აღებული რა გაქვს საზეიმო 2 მილიონზე მეტი გარეთაა ქალბატონები, რომლებმაც გადაარჩინეს თავიანთი ოჯახები, შიმშილს და იმას გარეთ არიან და ამას უამრავი ნეგატიური მოვლენები მოყვება. ჩვენ გვინდა ყველაფერი გამიხილოთ ბაშტ. რომელ ოჯახის სისმინდეზე საუბრობენ ქალები გარეთ მუშაობენ. ამიტომ ის რომ დღევანდელი მოდიცაც ეს მოჩვენებითი დღესასწაული, მოჩვენებითი ხელისუფლებამ შესანიშნავად გათვალა ჯერ კიდევ გადარჩენილ ქართულ ხალხში, რაც ნიშნავს თავისი ოჯახი, რაც ნიშნავს წინაპარი და ასე შემდეგ და თამაშობს ამ გრძნობებზე. მაგრამ მეორე მხრივ ეს ხალხი საშინელ მდგომარეობაშია, ოჯახები დაშლილია, შედეგები სოციალური კატასტროფულია. მიმდინარეობს ქართული ხალხის ჩანაცვლება უცხო ტომელებით, დემოგრაფია გამანადგურებელია. ჩვენ გვინდოდა გვეთქვა დღეს, რომ არავითარი საზეიმო საქართველოს არ აქვს. საქართველოს აქვს უსაშველოდ დასაფიქრებელი, უსაშველოდ გასააზრებელი ყველა ის დიდი პრობლემა, რომელიც მის მომავალს სპობს. და ამიტომაც არ მოგიშოს რაღაცას ამატებდა. თავად ხალხიც უნდა დაფიქრდეს, რომ შენიშვნა შეიძლება მოგცენ ახლა რომ ხოლში ვწერთ, მაგრამ ჩვენ დიდი მადლობა კიდევ ემიგრანტ ქალბატონს ანას, მაგრამ იქ მაგიდაღავო დარჩენილი ვერ მოვასწრეთ. ერთი რამ პატრიცემულო მეგობრებო და სულ მალე ერთი რამ მინდა დავამატო. ემიგრაციაზე საუბრობთ საქართველოსგან წასულ ხალხს. საგეუბნებით კიდევ. ჭიათურ მარგანეცის საქართველოს მარგანეცის ჯორჯიან მარგანეცი ქართულად ესე იკარგნება ხო? ქართულ მარგანეცის აი ამ საწარმოს. აი ხუშტრუკის გამო რომ 3500 კაცი თუ 3600 კაცი გარეთ გამოუშვა თითო ოჯახში, თითო ამ შრომების თითო ოჯახში თუ ვივარაუდებ საშუალოდ 3 ადამიანს, ეს არის 100,000 ადამიანი და 100,000 ადამიანია ეს 100,000 ადამიანი მარტო ჭიათურიდან გამზადებული ყავს საიმიგრაციო 10,000 ზურა. 3650. ხო, ну 10,000 კაცი. მე და 100,000 მარტო ჭიათურიდან გამზადებულია დღეს უკვე ნელ-ნელა ამზადებენ. იმას რომ მათ ისეთი პირობებს უქმნიან დაიწყეს ისეთი პირობები, რომ იქ ხალხმა ჩვენ რო ვიყავით ჩასულები, ეგ თქვეს რომ ჩვენ ახლა ზოგი საწავულს არსებობის საშუალება აღარ ემზადებიან პოლონეთის მიზნით დასასრულად ეგას მაგასაც მოყარი ხური და აქ დაასაქმებენ ზუსტად იგივე მარგანეცში დაასაქმებენ და ჭიათურაში ძალიან მალე იხილავს ჩინელებს ან ბანგლადეშელებს და ან ნიგერიელებს, რომლებიც თავისუფლად იმუშავებენ, იაფშმუშა ხელია. მიხედეთ ქვეყანას, მიხედეთ ჩვენ უნდა ვხსნათ კაცო და კინო გვიშლით რაღაცა საფრთხის ხმას გამიგე. ქვეყანას მიხედეთ. სამართალი აღარ არსებობს ბატონო ზაქარია ახლა შენ რო რაღაც კანონისკენ მითითებ, კაცო მე კანონი ერთ მოიქეცი გავატარეთ რეგისტრაციაში, თანხა გადავიხადეთ, რა არის ყაჩაღობა ხო არის დღეში ხო არ ვიყავით, არა იუსტიციის სახლში ვიყავით და არც პასუხს მაძლევდა, არც თანხას გვიბურეთ, საგეგმოა. რეგისტრაციაზე საუბარი როგორც მიხარ, ჩვენი ფონდის რეგისტრაციაზე აქაც გვიშლიან ხელს, რა თქმა უნდა შეგნებულად, ჩვენ ყველა სიახლეზე ჩაგაყენებთ საქმის კურსში და ერთი რამ პარად იცოდეთ, არ მოგატყუებთ. მომავალ შეხვედრამდე. მადლობთ. მადლობთ.